მოგესალმებით მეგობრებო. გიყვართ Assassin's Creed. მაშინ ეს არხი შენთვისაა. გამომყევი და ამ არხზე გაიგებ Assassin's Creed-ის თამაშების მთავარ იდეას. როგორ უკავშირდებიან Assassin's Creed-ის თამაშები ერთმანეთს. რა აქვთ საერთო? რაზეა დაფუძნებული? ვინ არიან ასასინები? ვის ებრძვიან და რატომ? რა არის მთავარი იდეა ამ თამაშების? საიდან იწყება? გადავწყვიტე შემოგთავაზოთ Assassin's Creed-ის ქართული არხი, საიდანაც ამ ყველაფერს გაიგებ. იცოდი, რომ Assassin's Creed-ის თამაშების სერიებიდან ერთ-ერთი ისეთია, სადაც ასასინები საერთოდ არ არსებობენ. ვინ არიან ასასინები? მოკლედ რო ვთქვათ, ასასინები არიან მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იცავენ თავისუფლებას. თუმცა ისინი არ არიან მხოლოდ მებრძოლი ადამიანები, რომლებიც დარბიან და ჩხუბობენ. ისინი არიან იდეის მატარებლები და ამ იდეისთვის ბრძოლობენ. მებრძოლები კვდებიან, გადის საუკუნეები, თუმცა იდეა ცოცხლობს და სხვადასხვა დროში სხვადასხვა ასასინები ბრძოლობენ ამ იდეისთვის. მოკლედ, ასასინები არიან საიდუმლო ჭრდილში მყოფი ორდენი, რომელიც იბრძვის იდეისთვის, ანუ კრედოსთვის, და ეს კრედოა თავისუფლება. ვის ებრძვიან ისინი? ისინი ებრძვიან ყველას, ვისაც საპირისპირო იდეა აქვს, ანუ კონტროლის იდეა. ძირითადად ესენი არიან ტამპლიერები, მმართველები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. თუმცა ეს არაფერია. უარესი ისაა, რომ ეს პიროვნებები არიან ასევე საიდუმლო დაჯგუფების წევრები, რომლებსაც სურთ სამყაროზე იბატონონ და აკონტროლონ ადამიანები. სწორედ მათ ებრძვიან ასასინები. როგორ აპირებენ ისინი სამყაროზე ბატონობას, ან როგორ აპირებენ ასასინები წინააღმდეგობის გაწევას? ყველაფერი იწყება Assassin's Creed Odyssey-დან. რატომ Assassin's Creed Odyssey? ეს თამაში გამოშვებულია 2018 წელს. მანამდე ხომ იყო Assassin's Creed-ის თამაშები? კი იყო. მაგრამ ამ თამაში არის ასასინების კრედოს ფესვები. ოდისეაში არ არიან ასასინები. ეს თამაში ასასინების ორდენის დაარსების ფესვებია. ეს არის ყველაზე ძველი ეპოქის თამაში. და ამ თამაში ნაჩვენებია ეპოქა ძველი წლითაღრიცხვით 491 წლიდან 431 წლის პერიოდი. სწორედ ამ პერიოდს მოიცავს ეს თამაში და შესაბამისად ის არის ყველაზე ძველი ეპოქის თამაში. საიდან გაჩნდნენ ასასინები? სწორედ ამ თამაშიდან იწყება ყველაფერი. მთავარი მიზეზი ისუების ტექნოლოგიაშია. ვინ არიან ისუები? ესენი არიან ადამიანებამდე არსებული ცივილიზაცია, რომლებიც ფლობდნენ უფრო კარგ და დახვეწილ ტექნოლოგიას ვიდრე ადამიანები. შემდეგ, როგორც თამაშის სიუჟეტია შექმნილი, მზის აფეთქების თუ რაღაც კოსმოსური კატასტროფის შედეგად, მათ მიერ შექმნილი იარაღები და მიღწევები სხვადასხვა ადგილას გაიფანტა. სწორედ ამ ტექნოლოგიას ეძებენ ასასინებიც და ტამპლიერებიც, ან თუ მმართველები. მმართველები იმიტომ, რომ სხვები აკონტროლონ, ხოლო ასასინები იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვონ. ფაქტიურად თამაში იმაზეა, რომ დაასწრონ ასასინებმა მათ ამ ტექნოლოგიების პოვნა. ისუები ფაქტიურად ადამიანებისთვის ღმერთები იყვნენ, მაგალითად ზევსი, ოდინი და ბევრი სხვადასხვა მითოლოგიის ღმერთი. ამ თამაშში მთავარი პერსონაჟი ლეილა ჰასანია, რომელიც ჩვენი დროიდან მოწყობილობის ანიმუსის მეშვეობით შეუძლია გადაინაცვლოს წარსულში და მოირგოს წარსულში ერთი პიროვნების მეხსიერება. ვინ არის ეს პიროვნება? ის არის მებრძოლი, რომელიც გახდება სწორედ ამ არტეფაქტების, ტექნოლოგიის და იარაღების მცველი. და მას ამ ტექნოლოგიით საუკუნეების სიცოცხლე მიენიჭება. რა დროის განმავლობაშიც ის ჩუმად და საიდუმლოდ ცდილობს დაიცვას ისუების ტექნოლოგიები, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს. არც ასასინებს, ასე თქვათ, და არც მმართველებს, ვისაც კონტროლის სურს.
ის მოგზაურობს და ეძებს და აგროვებს ამ გაფანტულ ტექნოლოგიებს. ასე რომ წარსულის ეს პერსონაჟი თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ბიჭი, ისე გოგო. ბიჭს ალექსიოსი ქვია, გოგოს კი კასანდრა. თუ სიუჟეტის მიხედვით სწორი არჩევანი გინდა გააკეთო და ისე როგორც ეს თამაში არის დაწერილი, მაშინ სწორი არჩევანი არის გოგოს არჩევა, რადგან ის ითვლება ისუების შთაომავლად. როგორც იცით, მითოლოგიაში ზოგჯერ ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიოდნენ და შვილებს აჩენდნენ. თამაშის სცენარის მიხედვით ისუების კანონიერი შთაომავალი კი სწორედ ეს გოგო კასანდრა არის. თუმცა თუ ბიჭს დაირჩევთ, არც ამით დაშავდება რაიმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ არხზე შემოგთავაზებთ Assassin's Creed-ის ქართულად, რათა უბრალოდ კი არ ითამაშოთ, იჩხუბოთ და თამაში დახუროთ, არამედ მისი შინაარსი გაიგოთ და მიხვდეთ, როგორ კავშირშია ისინი Assassin's Creed-ის სხვა წლებში გამოშვებულ თამაშებთან. ასე რომ დავიწყოთ Assassin's Creed Odyssey და გაგაცნოთ ყველა მნიშვნელოვან და საკვანძო ინფორმაციას და თამაშის სპეციფიკაციას. და რაც მთავარი აქ თავაზოთ დიალოგებს ქართულად, რათა ქართულად გაიგოთ, როგორ ვითარდება თამაშის სიუჟეტი, ვინ არიან პერსონაჟები, რა უნდათ, რას ეძებენ და რა ხდება საერთოდ ამ თამაშში. ზოგჯერ იქნება Let's Play-ის ჟანრიც, რათა მოსაწყენი არ იყოს არხი და გაჩვენებთ, როგორ დაამარცხოთ სხვადასხვა ძლიერი მოწინააღმდეგე. მე ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ, დარწმუნებული ვარ, თქვენ უკეთესი მოთამაშეები ხართ. ჩემზე ბევრად უკეთესი კომპიუტერების გაქვთ და ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი გეიმერები ხართ. მე უბრალოდ მიყვარს Assassin's Creed-ის თამაში და მინდა ქართველ მოთამაშეებს ქართულად მივაწოდო ამ თამაშების შინაარსი, რათა უფრო საინტერესო იყოს. ასე რომ, თუ გიყვარს შენს Assassin's Creed-ის თამაში, წავედით და ერთად ვითამაშოთ.